ალილო, დეკემბრის ეპიზოდის დროც დადგა. ჩვენ არ ვაციებთ კერას და კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოდკასტ ზოუნის არაჩვეულებრივი სივრციდან ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. პირველ რიგში მინდა მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანებს მიმართ, ვინც მხარს გვიჭერს, რჩევებს გვიზიარებს, უკუკავშირს გვიზიარებს და ასევე არ ავიწყდება, რომ მოგვიწონოს, გამოგვიწეროს და ამით კიდევ ერთხელ მორალურადაც და ყველანაირად მხარი დაგვიჭიროს ჩვენს წამოწყებაში. დღეს განსაკუთრებული დღე არის ადამიანი, რომელიც დღეს გვესტუმრა ძალიან საინტერესო გამოცდილებით. მე შევარქვი უჩინ-მაჩინი, იმიტომ რომ ესე შეიძლება ხშირად მის პოსტებს სოციალურ მედიაში არ შეხვდეთ, მაგრამ ეს ადამიანი დღეს გაგვიზიარებს თავისი გამოცდილების ხურჯინიდან 40-ზე მეტი პროდუქტის, პროექტის გამოცდილებას, როგორც პროდუქტის შექმნის, ასევე პროექტის მართვის, ასევე პროცესების დალაგების და სხვა შორის ეს სიტყვა მას ძალიან უყვარს, დალაგება მოწესრიგების ამბავი, რომელიც რეალურად გვაცილებს ძალიან ბევრ გაფლანგულ დროსა და ნერვებს თავიდან და დღეს სანამ კონსტანტინე შენგელიას, რომელიც დღეს შემოგვიერთდა, წარგიდგენთ, მინდა პირველ რიგში მადლობა ვუთხრა ჩვენ დღევანდელი ეპიზოდის მხარდამჭერს, კომპანია არტეს, რომელმაც ესეთი ზიზია გამომიგზავნა, ახალ წელს საჩუქრები უხდებაო და არც კონსტანტინე დატოვა საჩუქრის გარეშე და მე აი ამ ჩემი ზიზიის ჯიბეში მაქვს ხურჯინი, ქისა ტკბილეულისა, რომელიც არტესგან მინდა რომ გადმოგცე კოტე, ჩვენ მეგობრობთ კოტეს ვეძახი და მადლობა კიდევ ერთხელ ტკბილად დაესწარი დამდეგს. განურჩევლად იმისა, ფრილანსერი ხარ, პროექტის მენეჯერი ხარ, პროდუქტ მენეჯერი ხარ, პროცესებზე გეფიქრება თუ ლიდერშიპზე გეფიქრება, მე ვფიქრობ დღევანდელ ჩვენს ეპიზოდში იპოვი საინტერესოს შენთვის აუცილებლად, იმიტომ რომ კოტეს ხურჯინში მოიპოვება გამოცდილება ყველა მხრიდან, რაც ახლა ჩამოგითვალეთ, როგორც ფრილანსერული, ისე სტარტაპული, პროდუქტული, პროექტული და ლიდერული და თანადამფუძნებლური და ასე შემდეგ და მოკლედ, კონსტოემ ასევე გაბედა, რომ ძალიან პრესტიჟულ სანდო და პოპულარულ ფრილანსურ პლატფორმაზე, რომელსაც ეწოდება ტოპტალი და ბევრი თქვენგანი იცნობს მას, შეერთებოდა ტოპტალს ფრილანსერის როლში და კიდევ უფრო გაემრავალფეროვნებინა თავისი გამოცდილება და კოტემ მზად არის, რომ დღეს ეს გამოცდილება ჩვენ გაგვიზიაროს. სანამ ჩაუღრმავდებით საკითხებს, სალამი კოტე კიდევ ერთხელ. გამარჯობა მარია. მადლობა მოწვევით. მაპატია ჩემი გაციებული ხმისთვის, მაგრამ გული მხურვალეა და მოწადინებულია, რომ შენგან გავიგოთ კულისებს მიღმა ამბებიც, რომელთა გაზიარებისთვის ესე შენ პოპულარულ სივრცეებში ვერ იცლი, მაგრამ დიდი მადლობა, რომ დღეს მოიცალე, შემოგვიერთდი და ჩვენ შევძლებთ, რომ ამ მაგიდასთან მოკლედ გავშალოთ სხვა პერსპექტივიდან ყველაფერი ის, რაც შენ გადაგხდა საკუთარ ტყავზე თავს. ტოპტალით მინდა დავიწყო. იმიტომ რომ მე და შენ ერთმანეთი გავიცანით კორპორატიულ კედლებში, სადაც შენ დაჰყავი რამდენიმე წელი და იქამდეც გამოცდილება ვიცი, რომ ქონდა სტარტაპულიც და მათ შორის კორპორატიულიც, მაგრამ შემდეგ ნახტომი გააკეთე ფრილანსურ ცხოვრებაში და პირველი რაც მინდა გკითხო, რამ წაგახალისა და როგორ გაბედე, აი როგორ გაბედეო ხო დატოქსიც ცხადია არა, როგორ გაბედე რომ ეს ნაბიჯი გადაგედგა, რამ გაგაბედინა? მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. წარმატებები შენ პოდკასტსა. მადლობა არტეს შოკოლადისთვის. შოკოლადია როგორც მივხვდი ხო? კი. ხო, შეიძლება ფრილანს ცოტა რაღაცა ესე ვიტყოდი რა ფრილანსის ამბავზე რომ იცი როგორ არის გაბედვა ჩვენ ზოგადად რაღაც ნებისმიერ თემას ვდგები ეს ნაბიჯებად რა რაღაც შეიძლება თავიდან მოსინჯვა შეიძლება ღირდეს რაღაცის მე თუ მუშაობს უფრო მეტად აი როგორც პროდუქტის კეთების დროს ჯერ პატარა ვერსიას უშვებ ხო და მე ავითარებ ფრილანსერს ახალობით ეგეთი მიდგომა ხ ბევრი არის ფრილანსერი უკვე ხო არ არის გასაკვირი და არ არის ცოტა ეგეთი გაბედვები რა საქართველოში მაგრამ თავიდან უბრალოდ ნაბიჯ გავბედე ესე რა ვთქვათ რა მოსინჯე ჯერ პატარა პროექტი ავიღე მე უფრო დიდი ავიღე თან ვალდებულებებიც არ მქონდა ესეთი რეგულარული რომ რაღაც ასაწონი ბევრი ყოფილიყო და
ამიტომ რთული გასაბედი ამ კუთხით არ ყოფილა რა. იყო ნაბიჯ ეს ბუნებრივად მოვიდა რა. უბრალოდ პატარა პროექტები და მე დიდი პროექტებზე გადავიდი და რაღაც მომენტში ვთქვი რომ მოდი მარტო აქეთ დავრჩები ამ ეტაპზე და ესე გავაგრძელებ. ესეთი პასუხი შემიძლია გაგცე ამას ამოჭრით. არა, რა თქმა უნდა, არ ამოჭრით. ძალიან საინტერესო პასუხია და დიდი მადლობა რომ მათ შორის პარალელი პროდუქტის მშენებლობასთან ბუნებრივად მოდის შენთვის. მინდა იცი რა კითხვა, აი გაგიმხელდა გეტყვი რომ მეც მიცდია ტოპტალზე ჩემი განაცხადის ასე ვთქვათ გაკეთება და საკუთარი გამოცდილებით ვიცი რომ არის საკმაოდ რთული პროცესი შერჩევის. და ალბათ იმ ადამიანებისთვის ვისაც შეიძლება საინტერესო იყოს ოდესმე ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, თუნდაც ნაბიჯ ცირედით შეეთამაშოს და სცადოს ესეთი ასე ვთქვათ კორპორატიულ კედლებს მიღმა უფრო ფრილანსერული გამოცდილება შეიძინოს. საინტერესო არის აი ამ პროცესში მე ვეჭვობ რომ არის რაღაცა მიგნება, რომელიც შენ გამოსცადე აზროვნების თუ უნარების კუთხით, რომელიც ფიქრობ რომ დაგეხმარა ამ პროცესში, ზოგადად რომ წარმატებულად დაგვირგვინებულიყო. და აი თუ გაგვიზიარებ რა არის ეგ საიდუმლოებები, ძალიან საინტერესო იქნება. პირველ რიგში ალბათ ერთს ვიტყვი რომ ტოპტალზე ბევრს ვიცნობ ჩემ გარშემო, ვინც თავისუფლად იქნებოდა, არაფერი ისეთი დონის და განსაკუთრებული არ არის, რომ აი წარმოუდგენელი იყოს რა, აი NASA-ში რომ აი 10 კაცი ამ სოფლიოდან რა, თუნდაც შენი გამოცდილებიდან ჩემ გარშემო არაერთია, ვინც შეუულია რომ თავისუფლად იმუშაოს. და სანამ აი ჩემ მაგ პასუხს გაგცემ რა მაგ კითხვაზე, ერთია რომ ზოგადად ტოპტალს ბოლო წლები აი კოვიდის მერე, როცა ბევრი კომპანია რიმოუტში გადავიდა, მერე სულ გადმოვიდა, მერე ეს ფინანსური კრიზისები, უჭირს დარეგულირება წლებია უკვე, მოთხოვნა მიწოდების რა, ანუ არის ბევრი პროექტია ხან და ცოტა აქეთ ხარის ადამიანები და ხან პირიქით და ბოლო პერიოდი უფრო პირიქით არის. ამიტომ გაჩერებული აქვს ზოგადად მიღება რა, ამ პროექტ მენეჯერების არა მარტო საქართველოსდან, არამედ ზოგადად რა. ამიტომ არის გაჩერებული, მაგრამ ჩემზე უკეთ ვისაც დაუწერია გამოცდა, ის არ მიუღიათ რა, რაღაც ზოგადი პასუხით, რომ აიცი რა ამ ეტაპზე არ აკმაყოფილებთ, იმას ვერ ამბობენ ახლა რომ არ ვიღებთ ზოგადად რა. ნელა უკვე დაიწყეს მაგის ხმა უფრო მკაფიოთ, მაგრამ ზოგადად ამიტომ ეგ რაღაც არის რთული, სტანდარტულზე უფრო რთული, მაგრამ არა შეუძლებელი და არა რაღაც განსაკუთრებული სირთულის. ერთად მე რაც დამეხმარა კონკრეტულად არის ალბათ ის რომ წლების იმ მქონდა რაღაც სააგენტოს გამოცდილება სხვა ქვეყნებიდან მიღებულ პროექტებზე, ანუ ეს remote გუნდებთან მუშაობა თუ remote რაღაც კლიენტებთან, stakeholder-ებთან ურთიერთობა, ეს კომპონენტი იყო რა, რაც შეიძლება დაუმატო სტანდარტულ პროექტ მენეჯმენტს, ან ლოკალურ პროექტ მენეჯმენტს, პლუს დამატებული ეს remote გუნდებთან მუშაობის გამოცდილება და enterprise პროექტების აღება და ჩაბარება. სააგენტოს ტიპის გამოცდილება გამომადგა, იმიტომ რომ ეს კლიენტი რომ მოდის კონკრეტული რაღაც მოთხოვნით, აი აქედან აქამდე მიმაყვანინე პროექტი, ან პირველი ვერსიის გაშვება, ან გაშვებულის რაღაც მეორე ვერსიის დაშენება, ხო? არა, იქ უფრო არის კონკრეტული შემოსაზღვრული პროექტები, რაც უფრო სააგენტოს ტიპის პროექტს გავს, ვიდრე რეგულარულ როლს, როგორც არის კორპორაციულ გარემოში. ამიტომ ეს ორი კომპონენტი სააგენტოს ტიპის პროექტები პლუს remote გუნდებთან მუშაობა იყო რაც დამეხმარა, ანუ იმ სტანდარტულ პროექტ მენეჯმენტს რო დაუმატო ეგ ორი კომპონენტი, რა ეს პაკეტი შეიკრა და საბოლოოდ დავიწყე კეთება პროექტების. ძალიან მაგარია. და აი თან აქ იცი შენ ამბობ რომ ეს ფაქტიურად განუსაზღვრელობაში ნავიგაციის გარკვეული გამოცდილება, სადაც არ არის ზუსტი სტრუქტურა შენი job description-ის, ქონდა ამ სააგენტოებთან ურთიერთობებს, აი სიჭრელე და მრავალფეროვნება გამოცდილების დაგეხმარა. უნარების, აი ადამიანური უნარების დონეზეც საინტერესო იქნება. დღეს შენთან ერთად მინდა ძალიან ბევრი საკითხი ამოვწუროთ, შეიძლება ვერ ამოვწუროთ, მაგრამ შევეხოთ მაინც ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც პროექტებში, პროდუქტებში იღებენ მონაწილეობას და გარემოსაც შევეხოთ, მულტიკულტურულ გარემოსაც შენახსენე, რომ საერთაშორისო გამოცდილებაში ეს მრავალთ არის. უნარების დონეზეც, თუნდაც გასაუბრების პროცესში, ან თუნდაც შემდგომ უკვე კლიენტებთან მუშაობის დროს რომელი კლიენტებიც იცვლებიან და შეიძლება ეს რაღაც პერიოდულად საკმაოდ ხშირად ხდებოდეს. რა არის უნარები, რომელიც შენ გეხმარება როგორც მენეჯერულ როლს, ასე ვთქვათ. ხო, ფრილანსინგს ეგ აქვს, როგორც სააგენტოს აქ ის რომ ის თვისება რომ
ბევრი სხვადასხვანაირი კომპანია და ანუ ადამიანი მოდის შენთან და სხვადასხვანაირი მოლოდინებით ან ინტონაციით თუნდაც როგორ ხსნის რაღაცას ან ამდენად უნდა რომ შემოხვიდე იდეებით ვიდრე რომ შეასრულო მისი იდეები და ან ამდენად ესმის რომ მისი იდეები არასწორია და როგორ უნდა ეს ცვლადები რაც არის ძალიან საინტერესოა რა ჩემთვის სააგენტოშიც და იგივე ფრილანსინგზეც სხვა ადამიანებს ხვდები და აქ უბრალოდ ფოკუსის გაკეთება გიწევს იმაზე ჩემი აზრით რომ როგორ აი პროექტის დაწყებისას რა რაღაცა რიტუალები გაქვს რა კლიენტთან ანუ როგორ გებულობ რა უნდა ეს რამდენიმე შეიძლება discovery რაღაცა აღმოჩენის სესიები მისი მოთხოვნების და მისი ტიპაჟის რა რამდენიმე შეხვედრა შეიძლება იყოს ეს სადაც ეკითხები ნუ კითხვარი წარმოვიდგინოთ ანუ არაფერი განსაკუთრებული მაგრამ აი თქო რა არის შენი პროექტის მიზანი რატო არის ეს შენი მიზანი ან რაღაც ახლო გეგმები როგორი გაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით და ხანგრძლივი ან მაგალითად თუ უკვე დაწყებული ქონდა პროექტი და უბრალოდ ცვლის პროექტ მენეჯერს და ახალი მე ვარ და ძველი ვიღაც სხვა იყო თქვათ რა იყო რაც რა მარიმუშავა წინა პროექტ მენეჯერთან ხო მე რა შემილია უკეთ გავაკეთო რაღაცა კითხვარი გაქვს ესეთი ანუ არაფერი განსაკუთრებული ესეთი უბრალოდ მაგრამ რეგულარული რომელიც არ უნდა გამოგჩესო და სხვა და ამ პირველ რამდენიმე შეხვედრაზე ის ძირითადი ინფორმაცია მოგაქვს რითაც ხვდები უკვე როგორ მივუდგე ან რას ელის იმიტომ რომ რა თქმა უნდა თავისუფალ ფორმატში შეიძლება მოვაყოლო რასაც ელის და რა უნდა მაგრამ ეს ამ ინფორმაციის ამოღება სტრუქტურიზებულად ძალიან საჭირო მგონია რომ მე აღმოჩნდება რომ სხვა მოლოდინები აქვს ან სხვანაირად იგივე ეს კითხვარი ფარავს პრინციპში კულტურულ განსხვავებასაც ტიპურ განსხვავებასაც ბევრნაირ განსხვავებას რითაც შეიძლება ერთი განსხვავდებოდეს მეორისგან ასნაირად აი ამ კითხვარით ეს ბალანსდება რა ჩემთვის და მე უკვე ურთიერთობაა და გზა და გზა კიდე რაღაცებს უფრო მეც სწავლობ ადამიანზე და ეს არის შეიძლება ძალიან ადამიანურ კონტექსტში გავეცი პასუხი უფრო რაღაცა პროექტ მენეჯერულში ნაკლებად მაგრამ საბოლოოდ ეგ არის ხო ადამიანური ფაქტორები უფრო ვიდრე პროექტული განსხვავებები არ შემოხვედრია ესეთი რაღაც X ისეთი პროექტი იყო რაც თუნდაც საქართველოში არ არის ეგეთი რაც ისეთი აპლიკაცია ან ისეთი რაღაც IT პროექტი როგორიც არ ყოფილა ხე ინოვაციას არ გულისხმობ მაგრამ პროექტში შინაარსობრივი სხვაობები ნაკლები არის ადამიანებს შორის სხვაობები და საქართველოში ხემდენარი სხვაობა მინახავს რომ პრინციპში აი იმ წლების წინ სააგენტოში მიღებული გამოცდილებით მე სხვანაირი ადამიანი აღარ მინახავს. აი ქნახე ყველანაირი ადამიანი. რომ ძალიან ვაჩქარე. ხარ გაგაკვირვებენ ხო? აი ძალიან ორგანიზებული, ძალიან არაორგანიზებული, ძალიან პირდაპირი, მაგრამ შეიძლება არ ესმოდეს რაზე არის პირდაპირი რას აწובה თავისი. ჯიქურ გასაწובה. ყოფილა შემთხვევაში აი პროექტი ჩაგვიბარებია პატარა რაღაც საიტი. და თქვა 2 წლის მერე დაურეკავს, აი შუა დღეს მაგალითად დაუგეგმავად. ხო და კოტე რა მაინტერესებდა ეს უნდა მეკითხა. ვინ არის რა პროექტი იხსენებ და მე უცებ ანუ უცებ და დააკვალია. რაღაც ესეთი რენდომ რაღაც შემთხვევითი 1000-ნაირი ხალხი რა, ზოგი სულ გაბრაზებულია და სულ ნერვიულობს და სულ უნდა რომ ვიღაც ბრალი იყოს და შემდგომ დაამშვიდა და ცოტა იქით გიწევს გადასვლობ რაღაც დავამშვიდებლის როლში, მაგრამ ეგეც ახლა არ არის ჩვენი როლი, მაგრამ შეთავსებით. მოკლედ ძალიან ბევრნაირი ხალხია, იმის ნაკლებადჯერა რომ რაღაც აქ ჩვენ სხვანაირი ხალხი ვართ და უცხოეთში სხვანაირები არიან რა. იქ უბრალოდ რაც უფრო დიდი კომპანია, უფრო კორპორატიულია და დაალგებული ხალხი ხდება ესეთი. ან ხალხს არ გულისხმობ დაალგებული საქმე ხდება. ანუ იციან რა არის შენი როლი, როცა მათ უერთდები მათ. ეძებენ თავის როლს და პოულობენ ხო, ანუ იციან რომ ჩვენ თავის ჩარჩოებს ესე ვთქვა. ხო, ზუსტად რა, ჩვენი კომპანია ესეთია, ესეთი ეს როლი გვაქვს რა, უბრალოდ ხირავენ კონკრეტულ საქმეს და ამის გამო ისე დაალგებულია უფრო შენი საქმე მათთან ურთიერთობის დროს. და აქ როცა უფრო პატარა კომპანიებთან მიდიხარ სტარტაპი ან ამდენიმე კაციანი ან თუნდაც ერთი ადამიანი ვისაც იდეა აქვს და ეძებს თქვათ პარტნიორს იქ ისეთივე სიჭრელეა როგორც საქართველოში ან ნებისმიერ სხვაგან ადამიანები ზოგადად ყველგან არიან ესე სხვადასხვანაირები რა. აი ეს შემიძლია ძალიან ორ გამიგზავნოს ამ მართლობა. ძალიან საინტერესოა და აი შენ ახსენე ხა ეს სიჭრელე ადამიანების, მათი მიდგომების, დამოკიდებულების, აზროვნების და მე წარმომიდგენია რომ ამ მულტიკულტურულ გარემოში მაინც გექნება რაღაცა დაკვირვებები, რა ჩვენი მიზანი ზოგადად ცოტა საგანმანათლებლო მიზანით
მაინც არის, რომ ამ გამოცდილებით რაღაცა რჩევების სახითაც შევძლოთ, რომ გავცეთ და რადგან შენ ეს სტრუქტურიზება დაალგები კითხვარიც რო ახსენე ეს იმდენად დამახასიათებელია, რომ ამითაც კი ცდილობ, რომ გარკვეული ფორმა და ეფექტურობა შესძინო, ასე ვთქვათ, ამ discovery-ის პროცესს კლიენტთან მუშაობის დროს, ხო? მე მაინტერესებს შენი კონკრეტული кейსებიდან ხომ არ გაიხსენებდი რამეს, სადაც დაკვირვება გაქვს, რომ აი მულტიკულტურულ გარემოში არის გარკვეული პატერნები, ასე ვთქვათ, რაღაცა შეიძლება დავასტრუქტურიზოთ გარკვეულად ეს დაკვირვება და გავცეთ რჩევის სახით, რომ იცი რა არის, აი ბანძ გაუგებრობებს თავიდან აიცილებ თუ რაღაცა გზას დაადგები მარჯვნივ და გზას თუ მარცხნივ დაადგები, აი ეს დაბრკოლებები შეგხვდება და აღ თქმა ქვეყნამდე ნაკლებად მიხვალ მეტი რისკია რა. აი ამ კუთხითაც ხო არ გაიხსენებდი რამეს. ანუ ეგ მნიშვნელოვანი არის კი ეს კულტურა, რა თქმა უნდა, ათასნაირი კულტურაა და ზოგი უფრო ხმამაღალი, ზოგი უფრო ესეთი ხო, როგორც ადამიანები, ისე ვინჩენცო, ლორენცო. ხო, ანუ აი მაგალითად მქონია სინგაპურულ კომპანიასთან, სადაც ძალიან ნაკლებად ემოციურები არიან, უბრალოდ ეს კაფიო რა უნდათ, იერარქიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შეთანხმებას, ბიუროკრატიას. ასე მქონია ნიუ-იორკულ კომპანიასთან, სადაც წინასწარ გამაფრთხილეს შუა, ანუ account manager-მა, რომ ქონიაო აქამდე ნიუ-იორკელებთან შეხებაო და მეთქი, არა, მაგრამ პირველი იქნება. ანუ ამერიკელი უშუალოდ ნიუ-იორკელი კონკრეტულად, ხო, ანუ ეს განსხვავდება. მანჰეტენელი. არა, ხო, სხვადასხვა ეს არის რა და ნიუ-იორკელთან არა, პირდაპირები არიანო, ძალიან ხისტებიო. არ იღიმიან გამ, ანუ აი არა, ისი, არა, ეგ არაკლიათ, უბრალოდ, მაგრამ აი ძალიან ისე რა, ხისტი და საქმიანი, რაც თავისთავად პრობლემა არ არის, თუ არ გადმოვა რაღაც შეურაცხყოფაზე და ასე შემდეგ, ეხლა რა თქმა უნდა. საინტერესოა რა შევსება გამოცდილების, ველაპარაკებოდი მაგათ ამ ადამიანს. ესეთი სტარტაპი იყო საინტერესო და აი ტემპი აქვს ძალიან მაღალი, მაგალითად, რა ბევრი შეხვედრა, პარტნიორებთან, ინვესტორებთან, უნდა რომ თუ 10 წუთში შეიძლება ჩაეტიო 8-ში ჩაეტიო, თუ 8-ში 6-ში და ძალიან ყველა ალბათ არ ნიუ-იორკის სამხელა ხო, მაგრამ ეს რაც ამიხსნა წინასწარ account manager-მა ძალიან გამართლდა რა. მე სხვასთანაც რომ მქონდა სხვა ნიუ-იორკელებთან შეხვედრა, იქაც იგივე ტიპის ის იყო, რომ აი სულ გადარბიან სულ რაღაც სულ ძალიან აი მაღალი ტონუსი, რაც ცუდი და კარგი არ არის, უბრალოდ ეგეთია რა. არის სხვანაირი, სადაც ძალიან ნელა, ეტაპობრივად, სტრატეგიულად, მოდი ყველაფერი გავიაზროთ და ისე გავაკეთოთ სხვაგან, სიტყვაზე განსხვავებით ნიუ-იორკისგან. ხო, აი ბევრნაირი ხალხია და ბევრნაირი კულტურა რა. მაგალითად ესეთი როცა ეჯახება ხორი კულტურა, ხა მე ბევრჯერ ეგრე არ მომიწია ეგეთი ძალიან აი სხვადასხვა კულტურის ხალხის ერთ გარემოში ყოფნა, ხო? მაგრამ აი ყოფილა რომ იმ სინგაპურულ კომპანიასთან, რომელიც ძალიან ისეთი ცივი და ესეთი იერარქიული და კაცრი ესე გამჭოლი მზერით. ხო, რაღაცა ესეთი ძალიან ესეთი მშრალი რა შედარებით, ყავდა დიზაინერი გონჩი, რომელიც იყო სრული ანტი-პოდი, თუ როგორც არის, რომელიც იყო ძალიან ემოციური და ძალიან სამხრეთული, ხო, ძალიან თავიდანვე იგრძნობოდა ეს რაღაც შეუთავსებლობა და ბოლოს დაგვირგვინდა იმით, რომ იყო კონფლიქტი და ეს დიზაინერიც მე მათთან არ ვიმუშავებ, ცრემლებიც წამოვიდა, მე ვერც აღვიქვი მანამდე, სანამ ცრემლები არ წამოვიდა, როგორ იძაბებოდა თორმე რა, იმ რაღაც აი უთქმელი სიტყვებით და რაღაცა დაძაბულობით რაც იყო რა ამ განსხვავებაში. მაგრამ ძირითადად ეგეთ განსხვავებები არ არის ხოლმე, იმიტომ რომ გუნდის დაკომპლექტების დროს იგივე ტოპტალი ცდილობს, რომ თავსებადი იყოს რა ეს გუნდი ერთმანეთთან. ანუ თუ ოღონდ არის ხო ტოპტალზე გავწიეყური ხო ხტები, ანუ ეხლა გავწიეყური, რომ გავიგე რომ ცდილობს და ნეტა როგორ ცდილობს ეხლა ეგეც მაინტერესებს. მაგას ახსნი რომ როგორ არის ტოპტალზეც არის ორნაირი პროექტები რა. ერთი როცა მხოლოდ შენ მიდიხარ რომელიღაც კომპანიაში კონკრეტული როლის შესასრულებლად, ან როცა ტოპტალი უფრო მეც აკომპლექტებს, რა მთლიან გუნდს აძლევს, რომ აჰა შენ მთელი გუნდი და ჩაიბარე რა ეს პროექტი ამ გუნდს ჩააბარეს. ესე როცა გუნდს აბარეს, მაშინ არის დაკომპლექტება ამ გუნდის რა, რაც გულისხმობს ინტერვიუს, გასაუბრებას, ესეთ პროექტზე გიმუშავია თუ არა ესეთ ხალხთან, ესეთი ეს ტოპტალის შუამავლის როლი აქ უფრო მეტად იკვეთება ხოლმე, რომ ეს HR-ული HR-ული, account manager-ული ეს აი ესეთი კლიენტია და ესეთ ხალხს ვეძებ ამ კლიენტისთვის. და შენ ხარ თუ არა ესეთი ადამიანი რა, რომელიც ესეთ კლიენტთან იმუშავებთ.
და აქ ცდილობენ რომ ეგ რაღაცები აირიდონ თავიდან. ანუ ზოგადად ამ ფრილანსზე როცა დიდ პროექტებზე მუშაობ, მაინც რაღაც მინიმალური სტანდარტი არის ამ როგორ ურთიერთობს ხალხი ერთმანეთთან, ეს კულტურული განსხვავებები დიდად არ ახდენს ხოლმე გავლენას რა, როცა მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს, გამოცდილი ხალხი, ესე რომ ვთქვათ რა. მაგრამ მაინც რადგან არის ხოლმე ეს კულტურული მომენტები, აი ამის აღმოჩენას და არიდებას ცდილობს თვითონ ტოპტალი, როცა კომპლექტებს გუნდს. მაგრამ ეგეთი ხარ რამდენიმე პროექტი მქონია, სულ სადაც გუნდად შევსულვართ რა. ძირითადად არის ხოლმე კონკრეტულად პროექტ მენეჯერი ჭირდებათ კონკრეტული საქმისთვის. გუნდი უფრო ეხება ხოლმე იმას, რომ როცა დეველოპმენტი ჭირდებათ, ანუ IT, რაღაცა ინჟინერია, მაშინ შეიძლება რამდენიმე ადამიანი ერთად ჩართონ ხოლმე რა, მაგრამ პროექტ მენეჯერი უფრო მაინც რაღაცნაირი როლი რო არის მოქნილი, გააჩნია რა პროექტია და რა მოთხოვნები აქვს, მაინც რაღაც ცალკე შედიხარ მარტო. მე შეიძლება აღმოაჩინო ტოპტალიდან ეულად. ხო, ეულად და იმიტომ რომ იმათ თავის გუნდიც ყავთ, შეიძლება ვიღაცა ტოპტალიდანაც ყავთ დამატებით, რომელსაც მე აღმოვაჩენ, მაგრამ მოკლედ ეს ნაწილი რომ შევაჯამო, ანუ როცა ტოპტალიდან გუნდად შედიხართ, ანუ ეს ტოპტალი ცდილობს რომ რაღაც დიდი სხვაობა არ იყოს. აი მე როგორც ვკითხეს მაგალითად რომ შენ თუ გაქვს პრობლემა რომ ესეთ ტიპაჟებთან იმუშავო, ანუ კითხვა დამიცვა და იმ მომენტში მქონდა მე საშუალება რომ ან კი მეთქვა ან არა, ხო? და მე ამის მიხედვით ამერიდებინა. ან მომზადებულიყავი რაღაცა. ხო, რაღაც ეგეთი რა. და ну, რა თქმა უნდა, ახლა შეიძლება შეცდომა დაუშვას, მაგრამ ამ ეს კითხვები ისმება დაწყებამდე ყოველ შემთხვევაში რა. და იდეაში ტოპტალს ეგ როლი აქვს, რომ კლიენტს შესაბამისი ადამიანები მოუძებნოს. აი, მაგალითად, კლიენტი რომ მოდის და პროექტს დებს ტოპტალის პლატფორმაზე, ყველა შეუძლია გამოხმაურება, რომ მე მაინტერესებს ეს პროექტი, მაგრამ ტოპტალი არჩევს რომელი პროფილები შეთავაზოს კლიენტს. ანუ აქაც შუამავლის როლს ასრულებს. ხო, აი ეგ არის იდეაში მაგათი როლი, ხო რა. ამ შინაარსობრივ ნაწილში და ადმინისტრაციულ ნაწილში არის კიდე მაგათი როლი, რომელიც შეგვიძლია გავშალოთ უფრო, რომელიც არის ეს რაღაც ბროდ სისტემა აქვს, სადაც ბიუროკრატია არ გიწევს, აი შენ არ გიწევს კონტრაქტის დადება კლიენტთან, ანუ ტოპტალს, ანუ ეგ ადმინისტრაციული შუამავლის როლიც არის, რაც ძალიან კომფორტია. მაგრამ აი ეს შინაარსობრივ ნაწილში ეს როლი აქვს, რომ სწორი პროფილი შეთავაზონ კლიენტს. და თვითონ წყვეტენ, მოკლედ ვის გაუგზავნიან, ვის არა. კოტე, აი შენ ძალიან ხშირად ახსენე პროექტის მენეჯერის როლი. და ვინაიდან ჩვენ ახლა ვიმყოფებით პირველ ქართულენოვან agile პოდკასტში და ძირითადად აი ეს agile აზროვნების მეთოდების, ფრეიმვორკების და პრაქტიკების პრიზმიდან გვინდა ხოლმე შევხედოთ პროდუქტების შენებას და პროექტების მართვას და ზოგადად გუნდის მართვას. მინდა ნელ-ნელა მიუახლოვდე ისეთ პოპულარულ როლებს და უფლებამოსილებებს თუ როგორც ვეძახით, ხო? პროდუქტ ოუნერის, სკრამ მასტერის როლებს და აქ არის ხოლმე რაღაცა ბევრი ისეთი ნიუანსი, რომელსაც პირდაპირ შეიძლება წიგნში ვერ ამოიკითხო ეს ნიუანსები და ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იქნება შენთან ერთად ჩაუღრმავდეთ როლების ნაწილს. თანაც მე არამხოლოდ ჩიტმა ამბავი მომიტანა, არამედ შენთანაც მცირე გასაუბრების დროს აღმოვაჩინე, რომ მოგისწრია ყველანაირ როლში ყოფნა და მათ შორის ჰიბრიდულშიც, როცა თან სკრამ მასტერიც ყოფილხარ, თან პროდუქტ ოუნერიც და ჰიბრიდის ნაწილსაც მინდა რომ ცოტა შუქი მივანათოთ. დავიწყებდი იქიდან, აი ოუნერი. ალბათ თავიდან აი პატრონით დავიწყოთ რა. ოუნერობაზე როცა ვლაპარაკობთ, საინტერესო იქნება შენი ხედვა ოუნერობის, პროდუქტის ოუნერობის, აი 1000 კილომეტრში რო გამოიცნობ კარგ პროდუქტ ოუნერს და ცუდსაც აგერ აქ ახლოსშიც როგორი არის შენი წარმოდგენით იდეალური ოუნერობა, რა ქცევაში დაინახავდი იმ 1000 კილომეტრში და რა დამოკიდებულებაში, რომ ის ნამდვილად ოუნერობს და თუ кейსებსაც მოგვაშველებ, ძალიან გაგვიადვილდება კიდევ უფრო მეტად პრაქტიკულად აღქმა. ხო, owners roles რაც შეეხება, ხო? Owners პირველ რიგში მოდი ის განსაზღვროთ აი product manager-ის და owner-ის განსხვავება რა, ცოტა ირევა ხოლმე და ისედაც არ არის ძალიან კაფეო ხშირად რა. ანუ არის აი საბოლოოდ რომ ამოვიდეთ იქიდან რომ პროდუქტი არის გასაკეთებელი, ხო პროდუქტს აკეთებს რაღაც გუნდი, ხო და ამ პროდუქტზე არის მოფიქრალი ადამიანები, რას აკეთებენ, რა უნდა რა ფიჩერი უნდა კონდეს ან ამიზანს მიაღწიოს ან როგორ გაიზომოს ამ პროდუქტის წარმატება, ხო? და ეს ორი როლი არის ხოლმე შეიძლება ერთი ადამიანი, შეიძლება რამდენიმეს განაწილებული, მაგრამ საბოლოოდ აი
მაგალითით უფრო ახსნი რა დაკვირვებები მაქვს რომ თქვათ აკეთებ პატარა IT პროექტს რომელსაც შიდა მოხმარების კომპანიის შიგნით ხო რაღაცა HR tools ან რაღაცა ნერგავ რაღაც აპლიკაციას შიდა გამოყენებისთვის სადაც შეგიძლია იყო product manager-ის და product owner-ის რა როცა იცი რა პროდუქტს აკეთებ კარგად ეს ზოგადად ეს ხისტი განსხვავება არც მიყვარს დიდად იმიტომ რომ ცოტა აი product manager-ს ცალკე ამბობ და მე owner-ს ცალკე ამ owner-ს თითქოს აცლი იმას რომ შინაარსობრივად პროდუქცია არ ფიქრობს და მარტო რაღაცა backlog-ს ალაგებს ან ჯირაში რაღაც ტიკეტებს აკეთებს ხო ან ეგრე არ უნდა იყოს არასდროს რა უბრალოდ მე ბალანსზე ვამბობ რომ აი თუ არის თქვა რაღაც პატარა პროექტი შეიძლება იყოს ერთი ადამიანი დავარქვათ მოდი რომელიც ფიქრობს და ელაპარაკება stakeholder-ებს და მომხმარებლებს რომ რა შეიძლება მათთვის კარგი იყოს ამ პროდუქტში ან როგორი უნდა იყოს და თვითონვე ასრულებს ტრადიციულ product owner-ის როლს რაც არის Scrum-ის განმარტებით owner-ი რომ მოაქვს ეს იდეები აქცევს backlog-ად შლის გასაგებად user story-ების სახით და გუნდთან მიაქვს დაალაგებულად რა roadmap-ი აქვს პრიორიტეტები იცის backlog-ის დამუშავებაში მიყვება გუნდს კითხვა რო აქვს პასუხობს ანუ არ მოაქვს მარტო ზოგადი ზედადონის იდეები არამედ კარგად დაშლილი და გუნდთან უკვე რომ შეგვიძლია მიიტანო და კეთება დაიწყო იმ პროდუქტს owner-ის რაღაც უფრო აქეთ აი თითქოს ზედა და ქვედა ლეველებია თითქოს მაგრამ აი ხისტად არ უზრუნველყოს რაც ახლა შენ ჩამოწევ ხო რომ აი ეს ხო გავიგე რაც გვინდა მოდი ახლა ამას ისეთ სახეს მივცემ რომ გუნდს მიუტანო რა და გასაგები იყოს და ინკრემენტულად და პატა-პატა ნაწილებად აი agile-ურად უკვე გადავაკეთო ეს იდეები რა MVP განსაზღვრა და ასე შემდეგ მაგრამ აი კიდევ ერთხელ აი ის ხისტად გაყოფა მაინც არ მიყვარს რა ამ ორი როლის რომ product manager-ი ფიქრობს თითქოს და product owner-ი მე შლის ამ ნაფიქრალს რა ესე ხისტი არ არის მე გამოდის უკვე proxy product owner-ს ეძახიან ხო ამას ვინც არ იცის რას აკეთებს მაგრამ ის ვთქვათ ვიღაცის მოტანილ იდეებს ლამაზად შლის ხო შეიძლება ეგრე დაიწყო რომ ეგ ნაწილი ისწავლო product owner-ობის მაგრამ მარტო ეგ არ უნდა იყოს მაგრამ მაგალითს დაუბრუნდე რა ვთქვათ თუ პატარა პროექტია შეიძლება იყოს ერთი ადამიანი ვინც ამას აგროვებ მე ზოგადად ლაპარაკობ ჩემი გამოს ჩემ თავზე ლაპარაკობ იდეაში მე რაც დავკვირვები ვარ ну შეგიძლია თქვა თუ ბევრი stakeholder-ი არ ყავს ხო კონკრეტული დეპარტამენტია რომელიც იყენებს ამ ინსტრუმენტს ელაპარაკებ რა გინდათ გამოიღებ ამ ინფორმაციას და შენ თვითონ აქცევ მე backlog-ა და შენ თვითონ ხარ პროდუქტზე მოფიქრალი ერთადერთი ადამიანი რა product manager-იც product owner-იც product owner-ის როლი რო დავაზუსტო ან Scrum-ის განმარტებით რაც არის ხო რომ Scrum ეს გუნდი რომელიც აშენებს პროდუქტს მას ჭირდება ერთი ადამიანი ვინც იცის შემდეგი ამოცანა რა არის ეს ცოტა უხეშად რო შევაჯამო რა ანუ ვისაც აქვს სია ამოცანები backlog-ი თქვათ თუ არის 10 stakeholder-ი ან გუნდი 10 stakeholder-ს ვერ დაელაპარაკება რომ აი შენ რომ რა გინდა და შენ ან ერთი ადამიანი ვინც კონსოლიდაციას უკეთებს ამ ბევრი იდეას და ეს ბევრი იდეა შეიძლება ამ ადამიანს ვექონდეს თვითონ მაგრამ მოგეთ ან ერთ ადამიანს აქვს ბევრი იდეა თუ 30 სხვა ადამიანს საბოლოოდ ერთ ადამიანთან უნდა შეიკრას და კონკრეტული რაღაც ტექნიკებით backlog-ი დაალაგდეს ორგანიზებულად და გუნდთან მივიდეს ეს backlog-ი იგივე რა ვიცი მარტივად ვთქვათ ორი stakeholder-ი თუ ითხოვს სხვა რამეს ურთიერთგამომრიცხავს ისევ ერთმა უნდა შეაზავოს ხო ეს ორი ერთმანეთში და ისევ ეს product owner-ია product owner-ი როგორც გუნდისთვის ერთადერთი წყარო ამ რას შვებით ამისი და product manager-ი როგორც თუ დიდი პროდუქტია შეიძლება ეხლა მეორე მაგალითზე რო გადავიდეთ რომ ეს არა შიდა მოხმარების არამედ აი გარე რაღაცა მსხვილი დიდი პროდუქტი აი იგივე ავიღოთ რაღაც mobile bank-ი იქნება თუ სოციალური ქსელი თუ Facebook-ი თუ რაღაც დიდი აპლიკაცია სადაც პატარა შეცდომად შეიძლება უფრო გეტკინოს ხო ერთია რომ ეგ ხა რა თქმა უნდა შეცდომა და ფოკუსი მეტი ჭირდება ყველა ნაწილს რა და მეორეა რომ საფიქრალია მეტი მაგალითად ხა შეიძლება აპლიკაცია ერთი იყოს ხო მაგრამ აი იგივე mobile bank-ის გამოსილება გვაქვს და რომ ავიღოთ რა ვიცი გადახდების ნაწილს mobile bank-ის იმდენი დეტალი ქონდეს რომ ცალკე აი პროდუქტის მენეჯერი ჭირდებოდეს ვინც ამ ყველაფერს ხო იმას აანალიზებდეს კონკურენტებს უყურებდეს აკაუნტს თუ ცხოვრ ანალოგებს და მოქმედეს იდეები რომ აი გადარიცხვებში თუ ჩვენ ესეთ რამის გავაკეთებთ მე მგონი მაგარი იქნება მაგრამ ეს იდეა და თავის რაღაცა შეიძლება მოიტანოს ეს გასაგები სახით მაგრამ არა იმ სახით რაც გუნდმა შეუძლია ანუ გუნდს შეეძლოს დაწყება მუშაობა ან product manager-ები უფრო აი თითქოს გარე ველზე გაჭრილი ხალხია რომელიც სხვა ნაწილებს ამ თავის პროდუქტის ან თლიან პროდუქტს ან პროდუქტის ნაწილს ამუშავებენ უფრო გარეთ რო თქვათ აი თქვათ კონკურენტებთან შედარებით ან იუზერებთან უფრო ახლო შეხება აქვს და ეს მე
ბევრი ეს იდეა რომ მოდის ან პროდუქტ მენეჯერებიდან, ან გამოკითხვებიდან, ან ონლაინ კითხვარებიდან, ბევრი სხვა წყაროდან შემოსული იდეები, საბოლოოდ პროდუქტ ოუნერის კოორდინაციით და დამსახურებით იკვრება ერთ ბექლოგად. და აქ უკვე ამ ოუნერს რამდენად თვითონ აქვს ეს უნარები, რომ თვითონვე მაგარი იდეები თქვას თუ დააჩელენჯოს ეს მოტანილი იდეები. აქ ახლა ზუსტი ზღვარი არ ვიცი სად არის რა, მაგრამ ერთი ვიცი რომ ის არ უნდა იყოს რომ მე რასაც მომიტანთ, უბრალოდ დაგალაპარაკებთ ერთმანეთში და მე გადავიტან მე ამას ბექლოგში. ანუ უნდა იყოს ცოტა მეტი რა, როგორც აი ნებისმიერ საქმეში ალბათ თუ არ გესმის რა, ახლა რომ ამბობენ ხოლმე რომ მენეჯერს ჭირდება თუ არა საქმე იცოდეს, ხო, რაღაც ეგეთი, ანუ აი კლინიკაში მაგალითად შეიძლება ნაკლებად, მაგრამ აი ფეხბურთის მენეჯერი თუ ხარ, ან რაღაც რაგბის არ ვიცი წესები, მაგრამ მე უბრალოდ ადამიანებს მართავ, ეს ცოტა ის არის ძალიან რთულია ეგრე რა. კი, რაღაც ავტორიტეტი, ექსპერტული. ხო, ავტორიტეტი. არ გაქვს ხო, რაღაც ავტორიტეტი სასახელო, კი, ავტორიტეტი და ისედაც აი რაღაც პრობლემის განხილვა რომ მიდის ან კონტრიბუციაც ვერ შეგო. ხო, ვერ ხვდები როგორ ან პრობლემა სად არის და პრიორიტეტი სად არის და სად მიაწვე, სად უკან დაიხიო, არ ჩანს. ხო, მაგრამ ძირითადი განსხვავება ეგ მგონია ამ როლში და შესაბამისად აი ოუნერში და დაუბრუნდე მთავარ კითხვას. ოუნერი ჩემთვის არის ადამიანი, ვისაც ენთუზიაზმი აქვს იმ პროდუქტის, რაც აკეთებს, ან რო ეტყობა, რომ აი ამას ვაკეთებ და აი ხა ამას შვები რა და როცა თქვათ გუნდს არ ჭირდება ამისი ყურადღება, აი რაღაც სერჩავს ეგეთივე პროდუქტებს უცხოეთში და კიდე იდეები რაღაც აი სულ ამ ფიქრებში არის ამ პროდუქტის გარშემო. განსხვავებით თქვათ წეღარავს კი იმისგან რომ აი მე უბრალოდ რაღაცას ვალაგებ ბექლოგსო. კონტუს გასაგებ ენაზე და ფორმაში. ხო, მაგრამ ხა ერთის რომ მოკეთე, ვისაც აინტერესებს და ენთუზიაზმი აქვს ამ პროდუქტის მშენებლობის და მაგრამ ის მეორე ნაწილს რო დავივიწყოთ, ვისაც ასევე არის ზარება რომ ეს ამ იდეებს ისეთი სახე მიცეს რომ გუნდმა მუშაობა შეძლოს, ანუ რეალობად იქცეს. ხო, რეალობად იქცეს რა, მე არის რაღაც კონფიგურაციები, სადაც ეგ როლიც საჭიროა, ესეც ანუ არ ვამბობ რომ რაღაც ერთი ყალიბი უნდა არსებობდეს რა, მაგრამ მოგეთ იდეაც რო აქვს, ენთუზიაზმიც რო აქვს, ან იდეების მოგროვება შეუძლია, ან თვითონ დაგენერება, მაგრამ ისიც რო შეუძლია, რომ ამ იდეებს მიცეს ბექლოგის სახე და გუნდისთვის ან ეჯაილურად მუშაობა შეძლოს, ანუ ინკრემენტულად, რომ მოდი ჯერ ამას შვებით, მე ამას შვებით. ეს არის კონკრეტულად MVP, ეს არის მე რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ან ამ იდეების დაშლა რო შეუძლია რა. აი ეს ამ ორის ბალანსი არის ალბათ კარგი პროდუქტ ოუნერი. კი ბატონო, შენ მოაახლოვე ჩვენთან 1000 კილომეტრის დისტანციაზე მდგარი კარგი პროდუქტ ოუნერი. და იცი, ვიცი რომ Scrum Master-ის Agile Coach-ის როლშიც ყოფილხარ და გიმუშავია პროდუქტ ოუნერებთან. ასეთ პროდუქტ ოუნერებთან თანაც რომელიც შენ წარმოგიდგენია რომ ასრულებს იმ თავის დამოკიდებულებასაც, მათ შორის იმ ენთუზიაზმითაც არის განწყობილი პროდუქტის მიმართ და ამ Scrum Master-ისა და პროდუქტ ოუნერის ურთიერთობაში რაღაცა ქიმია ხან გამოდის და ხან არ გამოდის. და აი ამ გაგებასა და სიყვარულში Scrum Master-ისა და პროდუქტ ოუნერის კოლაბორაციაში საინტერესო იქნება შენი ხედვით, აი რა მუშაობს და რა არ მუშაობს ხოლმე, რომ რეალურად აი რაღაცეების გაკეთება ერთად შეძლონ და ჯანსაღი გარემოს შექმნა გუნდისთვის, სადაც იდეები რეალობად იქცევა. ხო, Scrum Master-ის და ოუნერის ურთიერთობა. ალბათ Scrum Master-ს და მთლიან გუნდზე შეგვიძლია მე გავშალოთ უკვე სხვებთან ურთიერთობა Scrum Master-ის, რადგან მაგას მეკითხები კონკრეტულად ხო Scrum Master-ის და ოუნერის ურთიერთობაზე. ჯერ აი კონფლიქტის საიდან შეიძლება დაიბადოს მაგაზე რო თქვათ რა, რომ ოუნერს აწეღარაც ვილაპარაკეთ რა, რომ ოუნერს შეიძლება ქონდეს კარგი იდეები და რაღაცნაირად მეორე ხარისხოვნად მიაჩნდეს ის, რომ ამ იდეების ისე მომზადება, რომ გუნდმა ამერე მუშაობა დაიწყოს, ხო? ანუ Scrum-ის პროდუქტ ოუნერი რაც არის, რომ ბექლოგის ოუნერი ხარ, რომ იცი რაღაც დალაგებული თანმიმდევრობით, პრიორიტეტებით, რაღაც უფრო დეტალური საქმიანობა შეიძლება მეორე ხარისხოვნად მიაჩნდეს. ანუ ამბობდეს, რომ მე ესეთი იდეები მოვიტანე და კიდე მინდა ეგეთი იდეების მოტანა და ეხლა ნუ მომასცენთ იმაზე, რომ ეს იდეები შეხვედრაზე ვარ, არ მცალია. ხო, ნუ შეხვედრაზე ვარ, მართლა შეხვედრაზე არიან თან. ანუ ვერ გამოვიყურებ. არა, ნუ რაღაცნაირად მოგეთ მათ ფიქრებში დალექილი იყოს, რომ მე რაღაცა ეს იდეები მოვიტანე რაღაცა წინადადების დონეზე. და კიდე მინდა ეგეთი იდეების მოტანა, მაგრამ არ მცალია არასდროს იმისთვის, რომ ეს იდეები უფრო ქვედა დონეზე
დავამუშავო, დავაკუცმაცო და გუნდს მივაწოდო რა. ხო და ეს კონფლიქტიც აქედან მოდის ხოლმე, რადგან ეს შეგრძნება აქვთ, მე ცდილობენ აი ამას ვინიზამს. ერთ-ერთი შეიძლება სხვანაირი კონფლიქტებიც არის, მაგრამ ერთ-ერთი რაც არის, რაც შეგვიძლია რომ ამას ვინიზამს ახლა გუნდში რა, ჩემ რაღაც მოტა წინადადებებს ვინ გადააქცევს ამოცანებად. ვინ დაიკაპიცებს ხელს რომ რეალურად. ხო, და ნუ მე ეს აი როლები ძალიან რაღაცა ირევა ხოლმე რომ ზოგი აი ამ როლს რაღაც, ნუ შეიძლება ანალიტიკოსი და ან ბიზნეს ან IT ან პროექტ მენეჯერი შვება ჩვენთან მაგას ყოფილა, ან სკრამასტერიც სკრამასტერი შვება ყოფილა, რომ სკრამასტერი შვება მაგას. მას საერთოდ სხვა რამე არის, ხო? მოკლედ ანუ მაგრამ ჩავეძიებთ მაგას, აი ეგ არის რა კონფლიქტის წყარო, ჩემი აზრით. owners რაც შეიძლება აწუხებდეს ერთად ეგ არის და მეორე ან ერთი რომ მოკლედ მეორე ხარისხოვან საქმეს ბრალებში მე არ მინდა ვაკეთო და ვიღაც სხვა მაკეთოს და დეველოპერი ხო არის და აგერ Scrum Master-ი მაინც არაფერს არ შვება და რაღაც agile-ზე ლაპარაკობს და პარემ საქმეს მივცემ. ხო და მეორე შეიძლება კონფლიქტის წყარო იყოს ის რომ კარგათაც მოაქვს თავის ყველაფერი, მაგრამ გუნდი ვერ მიყვება ხო? ანუ რაღაც გუნდი ვერ აძლევს იმ ტემპით და იმ რაღაცით, რითაც ელოდება რა, რომ უნდა რომ უფრო მეტი იქნას გუნდმა. მეცელის რა გუნდისგან. ანუ შვება თავის პოზიციას, უბრალოდ მეტი უნდა რა, ესე. და აი ამ ორში ხრო გავყვეთ Scrum Master-ს რა შეუძლია გააკეთოს რა, ან კონფლიქტი გასაგებია სადაც არის ალბათ, რომ ან თუ Scrum თვითონ არ უნდა თავის საქმის კეთება, Scrum Master-ს არ უნდა, იმიტომ რომ ესმის რომ არ არის მისი საქმე და ალბათ კარგად ვერ უხსნის. გამოსავალიც მანდ არის რა Scrum Master-ის ფუნქცია ეგ არის რომ აუხსნას, გაიგოს სად არის გაურკვევლობა, თქვათ ესმის რომ არ არის მისი საქმე, კიდე არის მისი საქმე, მაგრამ არ უნდა, თუ არც ესმის და ისე არ უნდა, თუ აი თუ ესმის და უნდა, მაგრამ დრო არ აქვს, იმიტომ რომ სხვები რაღაცებს თხოვენ გარედან, ანუ პრობლემა აღმოაჩინოს სად არის და შესაბამისად მოვაგვაროს რა. შეიძლება აღმოჩნდეს რომ ესმის რომ კი product owner-ი მაგას უნდა შვებოდეს, ანუ owners ესმის ეგ რა. მაგრამ არ უნდა რა უბრალოდ მაშინ ხელეწიფება უკვე. ხო, მაშინ შეიძლება Scrum Master-მა წამოჭრას საკითხი, რომ იცი რა, product owner-ი გჭირდება ჩვენ ამ გუნდში, product manager-ი გასაგები კარგია, ძლიერი ადამიანია, მაგრამ owner-ი გჭირდება და მოდი კონფიგურაცია შევცვალოთ რა. აქ ვიღაც სხვა მოვიდეს, ვინც owner-ი იქნება. შენ უფრო აქეთ გადადი, სადაც უფრო გუნჯის ენაც ესმის, ამის ენაც ესმის, product owner-ი. ხო, owner-ი არის რა, ხო, იმისის გაკეთებაც შეუძლია, რაც ხა ანუ მოგეც Scrum Master-ს როგორც ნებისმიერ სხვა საკითხში პრობლემის აღმოჩენა, აი რომელი მიზეზით ხდება ეგ რაღაც 10 თენა აღმოაჩინოს და მე მოვაგვაროს რა. და მეორე არის თუ გუნდთან ხა გუნდისგან მეც ელის ხო არის ხოლმე გუნდს რო სტრესავს ან ჯანსაღი სტრესი შეიძლება იყოს ეს რომ მეტი რაღაცა პარასკევამდე გვინდა ეს იყოს და გუნდს არ შეუძლია ამდენს გაკეთება. ნუ აქაც ახლა Scrum Master-ის ფუნქცია ჩაოლებრივად რომ აი რატო ან შეფასებები შემოდის ხო გუნდის ტემპის გაზომვა რო ვიცოდეთ იმისთვის რომ არ გადავიწვათ ხო ან არც იმაზე ნაკლები ვაკეთოთ ვიდრე შეგვიძლია არც იმაზე მეტი და ეს რაღაც ბალანსის ძიებაში ვიყოთ. ძალიან ბუღალტერი შეგვიძლია ცალკე გავშალოთ არ ღირს ახლა იმის არ გულისხმობ რაღაცა მიკრო მენეჯმენტს რომ ვთვალოთ ყველას იმიტომ რომ product owner-ს უნდა რომ ყველაფერი იცოდეს ამისთვის რაღაც ძალიან ზედმეტი ბუღალტერია ავკიდოთ გუნდს ბუღალტერებს არ სერვერში და მაგრამ ანუ მაგრამ თუ ჯანსაღად ითხოვს რომ აი უბრალოდ მეტი მგონია რომ უნდა გააკეთოს ამ გუნდმა და არ ვიცი რატო არ აკეთებენ აი ამას თუ ამბობს რა ჯანსაღად ალალად თუ ამბობს მე უკვე Scrum Master-ის ფუნქცია რომ აუხსნას რომ მოდი ჩვენ რომ გავიგოთ რამდენი არის გუნდის ტემპი მოდი რაღაც შეფასების ტექნიკები არსებობს ხო ეს Fibonacci თუ პოინტები ან რაღაც Excel-ები სხვადასხვა მეთოდით შევაფასოთ ასე ამოცანები გამოვიტანოთ ზედაპირზე შენ ციხილავ რა ხო და დავაკვირდეთ რა ხო დინამიკა არის ძალიან ვანდრა რომ შევხედოთ რამდენიმე კვირა რამდენიმე სპრინტი გავიდეს და თუ გეცოდინება რომ აი ეს არის გუნდის ტემპი, თქვათ აი გავამარტივოთ აი 10 ამოცანას აკეთებს გუნდი, შენ თუ გინდა თქვათ 20 ამოცანის გაკეთება ამ სპრინტში, ანუ ასეთი სკოპი აქვს და ასეთი მიზანი რომ 20 ამოცანა გჭირდება მაგისთვის, ну минимум გეცოდინება რომ სტანდარტულზე მეტია. და ხა მე როგორ დაამოტივირებ რომ მოდი ეხლა გავიჭიროთ და ეხლა მნიშვნელოვანი თარიღია თუ რაღაცა, ეგ შენია უკვე რა, მაგრამ სტანდარტული მოლოდინით აღარ მიხვალ რომ აი 20-იც ხო შეგიძლიათ გააკეთოთ რა. მოკლედ აი ეგ ორი კონფლიქტის წყაროა და ორივეში Scrum Master-ის ფუნქცია არის რომ სად არის 10 თენა მოლოდინების და მე ამ Agile-ის რაღაცა მენიუდან შესაბამისი გადაწყვეტა შეთავაზოს და ნუ მე მოვაგვაროს რა როგორც არის ხოლმე. იმითი რაც თავის ხურჯინში გააჩნია იმ ინსტრუმენტებიდან, ხო?
კოტე აი პროექტის მენეჯერის და სკრამ მასტერის ნაწილში ესეთი ძალიან საინტერესო გამოცდილება მქონდა ამას წინათ რომ სკრამ მასტერის საქმეს ვაკეთებდი და პროექტის მენეჯერი რომ მერქვა მხოლოდ ამიტომ აი ეს მითი რაც შენ ახსენე რომ აი მაინც ხარფს არ აკეთებს ახლა და რამე მივცეთ საქმე აი რაღაცნაირად თითქოს ეს მომენტი მოხსნა და გამიადვილა გუნდთან ურთიერთობაც თითქოს და კომპანია არ ვიცი შეიძლება ჩემი პრობლემა იყო ეს თუ ეს რაღაცა შენი გამოცდილებიდანაც მაინტერესებს აი ეს აღქმა სკრამ მასტერის ჯანსაღი როდესაც ცოტა ამაზე ბინდია გადაფარებული და უჭირთ ხოლმე და მართლა შეიძლება ეგონოთ რომ მაინც არაფერს არ აკეთებს ხო ქონია თუ არა ეგეთი შემთხვევები როცა სკრამ მასტერით პოზიციონირება ყოფილა რაღაც წინააღმდეგობასთან დაკავშირებული ან ერთგვარ არ მითხოვ თქვა აგდებულ დამოკიდებულებასთან რაღაცა ეს ხორცმეტი აქ არ იყოს ხო მაინც არაფერს არ აკეთებს აი თუ ქონია და რა სახით ქონია და როგორ გიცდია რომ დაგერეგულირებინა ეგ ამბავი ხო სკრამ მასტერზე რაც მინახავს ანუ არსად არ არის ნუ არსად როგორ არ არის მაგრამ ბევრგან არ არის არც დიდ კომპანიებში არც დალაგებულშია ანუ ბევრ კარ კომპანიაში არ იყო კარგად აღქმული რაც მინახავს ეს როლი რა ანუ კარ კომპანიაშიც კი ხო შეიძლება პატარაში უფრო იყოს პრინციპში რა იმიტომ პატარა ადამიანი სტარტაპია რომელსაც ესმით რაც უნდათ როგორც უნდათ და ჯანსაღად იწყებენ ეგრევე კეთებას რაღაც შეიძლება უფრო მეტად მაგრამ ის მომენტი რომ აი სკრამ მასტერი თქვა ჩვენთან რაღაცა საქართველოში ან რაღაც ნაკლებად ესმით და უცხოეთში მაგრამ ესმით რა ეგრე მაინც და მაინც პროცენტულობით შეიძლება მაგრამ არ მგონია რომ დიდი სხვაობა იყოს ანუ მოგეთ ზოგადად რო გაიას რო ან კომპანიებს უყვართ გაზომვა რა ყველაფერს ხო და თუ რაღაც სუსტილობენ კაი ვიღაცებმა გაიაზრეს რომ ყველაფერს ვერ გაზომავ რა მაგალითად როგორც ადრე იყო რომ დეველოპერი გავზომოთ რაღაც დაწერილი კოდის რაღაც რაოდენობით ან ხო ან ტესტერი ხარვეზების პოვნის ამდენი ხარვეზი იპოვა რა ну კი გაიაზრეს რომ მოდი გუნდი უნდა გავზომოთ თავის შედეგებით და არა რაღაც რამდენი ძალისხმევა შედეს ამას შედეგი რამდენი დადეს მაგრამ მაინც ცოტა ეხამუშებათ ხოლმე რომ აი ვიღაცა თუ უბრალოდ რაღაცებზე საუბრობს და შენ კონკრეტულად რას აკეთებ რა იმას ვაკეთებ რომ გუნდი იყოს უფრო მაღალი წარმატობის. თქვენ აკეთებდეთ უკეთეს. მე იმას ვაკეთებ რომ თქვენ აკეთებდეთ. ეს როგორია სახსნელია. ხო, ნუ რთული გამოსასახია რიცხვებში. ნუ რა თქმა უნდა საბოლოოდ აისახება რიცხვებში გუნდი როგორი წარმატობის არის. ხო და რთული არის მაინც რაღაცნაირად გაზომა ამის შედეგის და თან მithumetes Scrum Master-იც ახლა ისეთი სიღრმის უნდა იყოს რომ მისი ქმედება დაეტყოს ან კომუნიკაციას ან რაღაცას დაეტყოს მალე რომ ეს დობა დაიმსახუროს და არ გულისხმობ რა თქმა უნდა ყველაფერი რაღაციდან იწყება მაგრამ ბევრი არის თქვა junior Scrum Master-ი რა ან რაღაც თქვა ახალი Scrum Master-ი რომელიც რაღაც კურსი გაიარა და ეხლა დაიწყო რა და მაგ პოზიციიდან დობის მოპოვება ძალიან რთულია რა გამოსული ხალხი როცა მუშაობს გუნდში და დეველოპერი დიზაინერი და იციან რას აკეთებენ და დროის კარგვა არ უნდათ და ჩვენ ვიცით რა ამას როცა ამბობს აი წერან რაღაც agile-ს წავიკითხე წინ და მოდი ხა თქვენ გასწავლით რაღაცას რა ძალიან მიღელობა არ აქვს ამის ანუ არის მოკეთ ნაზავი იმის რომ გაფუჭებული სახელი ამ რაღაც ზედაპირული Scrum Master-ობის გამო ბევრ კომპანიაში ზოგადად რთულია გაზომვა და ჯამში რაღაც ნაზავი იქნება, სადაც Scrum Master-ი გვჭირდება გამართულად კომპანია, მაგას ხშირად ვერ ამბობს ხოლმე რა. ხო, ცოტა ისეთი რთულია, თქმა რატო ან ნუ ეს ნაზავია რა ჩემ ფიქრებში ეგ რომ რატომ ჭირდება და სუცილობენ რაღაცა ერთი იქნება ერთი ეყოს ბევრ გუნდს ან იქნება შეირთავსოს ვიღაცა მან რაღაცა Scrum Master-ის ეფექტურობა თვითონ ხო ზოგადად მაგას ძალიან ეს რო სპეკულაცია რო გამომივიდეს რაღაც რატო ხდება ბევრი არ მფიქრია იმაზე რა ზუსტად რა იწვევს მაგრამ ზოგადად რო რთულია შინაარსობრივად მენეჯმენტისთვის დანახვა ამისი რა გავლენა აქვს ამ საქმეს აი ამ გუნდზე და ისედაც რომ Scrum Master-ობა რთულია და ბევრი არის ვინც ეს მოთხოვნა როცა გაიზარდა Agile-ზე და გადაწყობაზე ამ Agile სტრუქტურებზე ბევრი Scrum Master-ი შეიქმნა რომელიც ნუ არ აქვს საკმარისი გამოცდილება ჯერ და ამიტომ ცოტა სახელსაც იმაშება რა აზიანებს ამ პოზიციის სახელს ამ როლის სახელს
და ჯამში ნუ ეს არის ხო, ამიტომ აღიქმება ხო მეორე ხარისხოვნად რა. მაგრამ ჩემი აზრით აი თავარი რაც შეიძლება Scrum Master-ის ფუნქციას გამოკვეთაში დაიხმაროს რა, როგორ შეიძლება კომპანიამ დაინახოს Scrum Master-ის მნიშვნელობა ხო? როცა არის ჯანსაღი სტრესი გუნდზე მოთხოვნა რა, მაგათ აი ორი გუნდი წარმოვიდგინოთ. ეხლა ერთი სტარტაპი, რომელიც ცალკე მუშაობს და მეორე დიდ კომპანიაში ერთ-ერთი გუნდი, ბევრი გუნდიდან რა. სტარტაპის ფუნქცია რა არის, რომ მალე შექმნას პროდუქტი, მომგებიანი, თორე ნუ იშლება სტარტაპიდან, წავალენ სახლებში რა, ან პირდაპირ აისახება მათი წარმატება. მათ ბედიღბალზე. ხო, ნუ პირდაპირ რა. ქონია ესაუბრებს სახში. ქონია ხადრეს გუნდებთან ესაუბარი და ძალიან საინტერესო არის ხოლმე. ნუ მაგრამ საბოლოოდ მაგამდე მიდის, რომ კომპანიაში ახლა მე ეს გუნდი რო ვარ რა, გუნდის სახელით რო ვილაპარაკო, ახლა კარგად გავაკეთებ, ძალიან მაგრა გავაკეთებ, საშუალოდ თუ საშუალოდ ნაკლებად ამ თვეში რაღაც საქმეს. საბოლოოდ ხელფას ჩაირიცხება. ახლა ისეთ ცუდად არ ვიზამ, რომ ხელფასი არ ჩაირიცხოს და გამიშვან რა. და აი ეგ როცა არის და როცა არ არის თქვა მენეჯერი ამ გუნდთან, რომელიც თქვა რეგულარულად ეკითხება, აბა რა ვშვებით, აბა რატო, ან თქვა ორ კვირაში ერთხელ თუ იბარებს რაღაცა პროგრესს, ან ეკითხება, აბა რა ვშვებით რა და თუ არ მოიწონა რასაც გუნდი შვება, რომ რთულ კითხვებს არ უსვამს, რომ რატო არ ვქენით ესე, რატო არ ვქენით, ანუ თუ არ გძნობს გუნდი იმას, რომ ჩვენ თუ კარგად არ ვქენით, რაღაც შეხვედრა იქნება, რაღაც ჩეკპოინტი იქნება, სადაც ვიღაცა ამას დაინახავს და ჩვენ პრობლემა შევექნება რა. როგორ აი სტარტაპს ასტრესიც აქვს ბუნებრივი, რომ თუ კარგად არ ვქენი, უბრალოდ გაქრები, კომპანიაში ამის სიმულირება ალბათ მაგით რა, ანუ არ მომფრათ მოგონილი სტრესით, რომ ვიღაც მოვიდეს და რეგულარულად რაღაცა დაძაბოს, ხო. მაგრამ არც ის, რომ აი თქვა მენეჯერი ხო დაკავებულია, მილიონი რაღაც სხვა გუნდი წავს, საქმეები აქვს და არის ხოლმე ხშირად რომ ეს გუნდი თქვა აბარებს სპრინტი დაიხურა, ეს გავაკეთეთ ამბობს და მენეჯერი რაღაც მეილებში ამას რომ თან ნახევრად უსმენს და ხო, კაი, შემდეგ კვირა შევხვდეთ რა და ამ გუნდის ეგ მომენტი რომ ვერ გამოიყენა ამ მენეჯერმა რომ ეს გუნდი დაესტრესა რა. ეს სტრესი გულისხმობა ჯანსაღ სტრესს რომ ტონუსში რო ხარ რა. კი. ამიტომ ნუ мотиваციაც აღარ არის რა და მე მქონე შემთხვევა რომ აი რაღაც კონკრეტულ თემაზე მუშაობდით გუნდთან რომ აი მოდი roadmap-ი და ხედვა პროდუქტი ესე დავალაგოთ რომ უფრო გასაგები იყოს stakeholder რაღაცა კონკრეტულ თემას ვამუშავებდით და ნუ გუნდმა იმ ეტაპზე კი მომისმინა როგორც ადამიანურად რაღაცა პატივისცემის კუთხით რომ კი გავიგეთ მოგვეწონა მაგრამ ნუ არ დაიწყო მაგ პრაქტიკის გამოყენება რა იმ მომენტში თქვენს რომ კაი გავაგზავნებთ როგორც შევებოდით აქამდე და რამდენიმე თვეში ხომ მოვიდეთ კონფლიქტი მენეჯერთან რომ მომას უთხრა რომ დღემდე როგორ შეიძლება არ გქონდეთ ეს რატო არ შეიძლება როგორ შეიძლება არ ხედავდეთ ანუ ის რაღაცეები რაც ამის გამო გონს დააკდა მენეჯერმა მოკლედ მიუთითა რომ ეს უნდა იქონდეთ დაალაგებული დღემდე რომ ეს დაალაგებული არ არის ეს პრობლემაა და მოკლედ დაისტრესა ცოტა ეს გუნდი და მე როგორ თვითონ ითხოვეს რომ მოდი ერთხელაც გავიაროთ ეგ პრაქტიკა რომ გვინდა დავნერგოთ ანუ ეგ მოთხოვნა თუ არ არის და შენ მიდიხარ შენი იდეით რომ მოდი რაღაც პრაქტიკები მაქვს წიგში და გაგიზიარებთ იმიტომ რომ ეს უცხოეთში ესე შვებიან და შენც ეგრე უნდა ქნა დედაგენაცვალოს ჩაიცვი მაგრამ არა ხო ეგ ანუ მოთხოვნა თუ არის მიწოდება არ არის სწორი რა და არც რაღაცა პოზიციიდან კი არ ვამბობ ამას რაღაცა დავამატლოთ უნდა რაღაცეები რა თუ აჭირდება დახმარება არ უნდა დაეხმარო რა გუნდს ანუ მარტივად არის და დახმარება ჭირდება მაშინ როცა სტარტაპი ხარ და გადაჩენისთვის იბრძი ან თუ კომპანიაში ხარ და ვიღაცა სტრესავს რა ანუ ზოგჯერ ურემი უნდა გადაბრუნდეს რომ რეალურად მოთხოვნა ბჭყალებში გაჩნდეს და ამ დროს უკვე ნაყოფი გამოიღოს ამ თანამშრომლობამ, ხო? მაგრამ თუ აი ეს დაინტერესებული მენეჯერი და ეს რაც გარკვეული რიტუალები ქმნის ამ ერთგვარ ჯანსაღ სტრესს და კონტურებს мотиваციის შესაქმნელად, მაშინ ალბათობა იმისა, რომ მოთხოვნა უფრო გაჩნდეს და მალე გაჩნდეს ის, რაც შეიძლება მერე დაგვიანებული იყოს, რეალურად მან უკვე Scrum Master-ის როლი კარგად შემოდის, ხო? კი, ანუ აი კონფლიქტი უნდა დაიბადოს რა, საჭიროა კონფლიქტი რა, ვიღაცა ვინც ითხოვს რაღაცას გუნდისგან და გუნდი რომელიც ამას ან ვერ შვება, ან ისე ვერ შვება როგორც უნდა შვებოდეს და Scrum Master-ი როგორც დამხმარე. ხო გინდოდა ეს, აი მოდი ახლა მე ვიხმარები ამ ეებში, აი ეს პრობლემები ვიპოვე. ესენი მოვაგვაროთ და მე შეადარე, აბა მიიღე ის რაც გინდოდა თუ არა. ანუ ეს ურთიერთობა უნდა იყოს, ან სამკუთხედი რაც არის რა, stakeholder-ი, გუნდი და Scrum Master-ი.
და ზოგადად კომპანიაში სიხარბე პროგრესის თუ არ არსებობს, კონფლიქტებიც ნაკლებად იბადება და სკრამ მასტერის როლიც ძალიან ბუნებრივია, რომ მდარე სიტუაციაში უკვე ახმადიც არ არის და საჭიროდაც ვერ და თავის გავლენასაც შენ ამბობ, გამოცდილი ღრმა სკრამ მასტერიო ძალიან ძნელია რომ რეალურად დაწყის ეტაპზევე დაანახოს თავისი საჭიროება, ხო? მალეც არ გამოჩნდება მისი საჭიროება, იმიტომ რომ ზოგადად დინამიკა არის კომპანიაში შედარებით მდარე, ხო? და ნაკლებად ხარბი და ამ ნაკლებად ამბიციური, ამას ვგულისხმობ. კი ბატონო, და აი შენ ახსენე, რომ აი ეს ერთ სკრამ მასტერი ბევრ გუნდთან და ეფექტურობა და ასე შემდეგ და აი ამ ეფექტურობის გზაზე რეალურად არის ხშირად მცდელობა, რომ ერთი ადამიანი ითავსებდეს ჰიბრიდულად როლებს. და მე ვიცი რომ შენ ესეთი როლიც გქონია ჰიბრიდული საკუთარ ტყავზე გაქვს გამოცდილი და საინტერესოა აი ამ შენი გამოცდილების პერსპექტივიდანაც დავინახოთ სად არის მანდ ხვრელები ან ძალიან ცუდი და შავბნელი მხარეები და სად არის თუნდაც სინათლის ნაპერწკალი რომელიც შეიძლება პირიქით ეხმარებოდეს პოტენციურ კონფლიქტს როლებს შორის. ხო მაგაზე ერთი არის რომ მოგეთ კომპანიებს შეიძლება გაუჭირდეთ ბუნებრივ ან რთულია ზოგადად რომ ეს გუნდები ისე მოვაწყო რომ ყველას ესეთი საქმე ქონდეს რომელიც სრულ agile გუნდს ითხოვს და რაღაც თავის დინამიკით, თავის სტრესით, თავის ზოგს ესეთი პროექტი აქვს, ზოგს ისეთი, ზოგს რაღაცა მოგეთ ისე მოწყობა საქმის რომ ყველა გუნდი იყოს რაღაც მინიმალური ჯანსაღი, რაღაც ერთეული და თავის კრამასტერით რთულია რა, ეგ მესმის და ვერ იქნება. ხო და თან ანუ არ არის შეიძლება ის დინამიკა სტრესი ვახსენეთ, არ ისეთ რამის არც აკეთებს ეს გუნდი რომ სტრესი ან რაღაცა ძველ სისტემას ნელ-ნელა მიუყვება რომ გადაწეროს სიტყვაზე და ორი ადამიანი მუშაობს ამაზე ან სამი რომ agile-ის წესი დაუყოვნებლივ სამი რო იყოს და რაღაც ტემპით, რაღაც იმით მიდის და სკრამ მასტერი რომ მოდი ხა ჩვენ ყოველ დღე რაღაცაზე განვითარდეთ და უკეთესი გუნდად გადავიქცეთ. ეს დინამიკა არ არის მოგეთ რა გუნდში საქმიდან გამომდინარე. ამიტომ არის ხოლმე რა მოგეთ რთულია ესე დაყოფა ორგანიზაციის ისე რომ ყველას ეს რაღაც ის ტემპი და დინამიკა და სტრესი და რაღაცა სიცოცხლე კონდეს ყველა გუნდს რომ სკრამ მასტერიც გამოიკვეთოს და რაღაცა ეს რაღაცები ხდებოდეს. და ამიტომ არის ხოლმე ალბათ მე შეთავსება. ხა მეც რომ შემითავსებია ასეთი მიზეზების გამო ჩემი განმსახედიდან ანუ არ არის ხოლმე პრობლემა თქვა ორივეს გავაკეთებ რა მაგრამ გააჩნია გუნდი თუ დიდი არის და ბევრი არის სამუშაო ინდივიდუალურად გუნდი ანუ თუ შენ სკრამ მასტერული როლი უფრო მეტ დროს ითხოვს ვიდრე სხვა გუნდში მოითხოვდა ნუ ის არის კონფლიქტია რა თუ პროდუქტებს ბევრია საფიქრალი ძალიან და თან გუნდიც დართული და ახალი და დიდია შედარებით და თან რაღაც პროპორციულივით არის ხო ეხლა თუ პროდუქტიც კომპლექსურია და საფიქრალისე რაღაცა უფრო მეტი კომპეტენციაა ჩართული ის არის და აქეთაც სამუშაო მეტია. ხო, ანუ ეგ არის ერთი ალბათ რაც ხელს უშლის მაგას და მეორე ნუ ინტერესთა კონფლიქტი რა ხა შეიძლება მარტივად რო თქვა გუნდს შეიძლება პრობლემა ქონდეს ოუნერთანაც ხო? და შეიძლება კომუნიკაციით სად მაგის გადაფარვა და მისთია რომ იცი რა მე კი ვარ ოუნერი მაგრამ ნებისმიერი ის უნდა მითხრათ თუ რაღაც პრობლემა ღია ვარ. ხო, ნუ ღია ვარ და მაგრამ ნუ ვერ გაიხსნები მარტო სიტყვებით მაინც რაღაცა ის არის დრო უნდა და გამოსილი რაღაც ურთიერთობის ისტორია უნდა ქონდეს გუნდთან რა ეგ მოხდეს სკრამ მასტერი როგორც გვერდიდან რაღაცა დამკვირვებელი აი ოუნერს და დეველოპმენტის გუნდს მოუგვარო აბა პრობლემა ან დავეხმარო საუბარში ეგ ძალიან მნიშვნელოვანია მოგერ გადაახტები მაგას რა მიცდია ნუ რაღაცა მე რომ მგონია რომ ძალიან ღია ვარ მაინც არ მოდის რაღაც როცა აწუხებს ჩემთან იმიტომ თან ოუნერი ვარ ანუ უნდა მითხრას რომ აი შენ როგორც ოუნერს ეს რო შვები არ მოწონს რა უნდა მითხრას და ეგ მითხარი როგორც სკრამ მასტერს და მე ჩემ მეორე აუტერი ეს სხვა ხუთს დავიხურა და ისე შემოვა ხო ნუ შენთვის სხვა ბექგრაუნდს დავიყენებ ხო შეიძლება შენთვის ძალიან გაყოფილია და იცი ეს საზღვრები ძალიან კარგად მაგრამ ამის გადმოცემა და იმისთვის დაჯერება რთულია რა და ამიტომ ალბათობა იმისა რომ ან სიღიავე რეალურად არ დაიბადება ძალიან მაღალია თუ რაღაცა ეს თუ მართლა რეალურად სამი პრობლემა აქვს სათელი არ დაანთე ხო ამიტომ არ ვიზამთი კიდევ თავიდან ამას რა თუ ისევ არ არის რაღაცა დაბალი მოთხოვნის რაღაც პატარა პროდუქტი რომელიც უცებ უნდა გააკეთო რაღაც რამდენი ორ და ყველაფერს რო აკეთებს და ხო ნუ აი თუ დაბალი ის არ არის და ასე შემდეგ ხო უღრმესი მადლობა შენი აი არაჩვეულებრივ მრავალმხრივი გამოცდილების გაზიარებისთვის ასე საინტერესოდ პოზიტიურად შეჯამებისკენ მინდა წავიდე და
მინდა გკითხო, როგორ ხედავ Agile-ის მომავალს. ანუ გააჩნია თუ არა მომავალი, განსაკუთრებით აი ხელოვნური ინტელექტის საუკუნეში, თუ როგორ დეკადაში, თუ როგორ ვთქვათ. და ანუ რა ტენდენციების დანახვა შეიძლება უკვე შენი აქ არსებული გამოცდილებით, რაც შეიძლება აუდიტორიასაც გაუზიაროთ. მოკლე პასუხი ცოტა გამიჭეს. ნუ ძირითადად ვიტყოდი, რომ Agile ჩემი გადმოსახედიდან არის ჩვეულებრივი, აი როგორც უნდა ხდებოდეს. ანუ რაღაც პროექტს როცა აკეთებ, შენ უნდა გააკეთო რაღაცა, მე უნდა გადახვიდე რაღაც სხვა ნაწილ, ანუ რაღაც ეტაპობრივი მუშაობა ზოგადად, რაღაც მოქნილობა, რომ აი რაღაც შეიძლება ჩემ გარშემო მეც შევიცვალო Agile რაც არის, ხო? ანუ მოქნილი როცა ხარ, ანუ იმ დაშვებას რო ვერ აკეთებ, რომ ეხლა მე ვიცი რა უნდა ავაშენო და 3 წელი ჩავიკეტები, გავაკეთებ და რო გამოვალ მაგარი პროდუქტი მექნება, ხო? არ არის 3 წელში უამრავი რამე ხდება, AI მარტო აჩქარებს მაგას რა, როგორი პროდუქტები შეიქმნება და როგორი რაღაც მილიონი რამე მოხდება რა. კიდევ უფრო მეტ Agile-ობისგან გიბიძგებს, რომ ანუ გატესტო რაღაც იდეა, თუ იმუშავა მე და განავითარო, თუ არ იმუშავა სხვა იდეა გატესტო. ანუ Agile უბრალოდ აჩქარებს, AI აჩქარებს უბრალოდ ამ ტემპს. ანუ კიდევ უფრო მეტ Agile-ობას ითხოვს ადამიანისგან და გუნდისგან. და ამიტომ აი მაგიმამდე დავიყვანდი ფუნდამენტურ იმამდე, რომ Agile როგორც რაღაცა ფილოსოფია თუ მეთოდოლოგია თუ ხო, წყალია, რომელიც აი ხო, ანუ რომელიც გეხმარება რაღაცებს გიზიარებს, როგორ იყო უფრო მოქნილი რა და მოქნილობაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება და იზრდება რა AI-ის და ამ აჩქარების გამო. და ამიტომ ძალიან ახლო არის რა ეს ჩემი აზრით. შეიძლება რაღაცა ფრეიმვორკები, რაღაცა ისეთი ის აღარ იყოს რაღაც კონკრეტული როლის განმარტება, ისეთი მკაცრი როგორც ადრე იყო, რაღაცები ახლა ვითარდება ხო ეს გაიდები და ყველაფერი რა, ისედაც ვითარდება და სულ რაღაც ახალი. ხო, ნუ კიდე შეიძლება რომ ასახოს ეს რაღაც ახალი გარემო რა, მაგრამ ფუნდამენტურად Agile-ს რო რამე დაემართოს, ანუ იმიტომ რომ მოქნილობაა Agile და ეს ფრეიმვორკები, რომელიც ისე გამუშავებს, რომ მოერგო ცვალებად სამყაროს და უფრო სწრაფად იცვლება, ანუ უფრო მეტად საჭირო არის რა. თუ რა თქმა უნდა ელონ მასკი არ გადაგვასახლებს მარსზე და იქ სხვა პლანეტაზე სხვანაირი მოწყობა და კანონზომიერებები არ იქნება ყოველ შემთხვევაში აქამდე ჩვენც ცნობილი კანონზომიერებით. ხო, ნუ ეგეთი რამე თუ მოხდა. Agile მრავალჟამიერ, ხო და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ კოტე, მაშინ გაუმარჯოს Agile-ს, აი აგერ მიკროფონმაც მოვიჭახუნა. ამ წინა საახალწლო განწყობით, დამდეგს გილოცავთ ყველას, გილოცავ შენ. და მე მგონია ზუსტად წინა საახალწლო დღეებში გავა ჩვენი ეპიზოდი და ჩვენ მაყურებელსაც ბევრი წარმატება Agile აზროვნებით და მეტი მოქნილობით შევხვდებით მომავალ წელს შემდეგ ეპიზოდში. წარმატებები ყველას.